მოგესალმებით მეგობრებო, ახალი ვიდეოს დრო მოვიდა და დღევანდელი ვიდეო იქნება კითხვა-პასუხები, თქვენივე და თქვენი დასმული კითხვები ამოვკრიფე ვიდეოებიდან და ამაზე გაგცემთ პასუხს. მანამდე სანამ უშუალოდ ვიდეოზე გადავალთ, მინდა შეგახსენოთ, რომ თამაშდება MacBook Neo, აი ეს MacBook Neo და ამისთვის საჭირო არის, რომ უბრალოდ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო და დაწეროთ მინიმუმ ერთი კომენტარი. როდესაც ავალთ 10,000 ლაიქზე, 10,000 გამომწერზე, ავარჩევ რომელიმე ვიდეოს და გავათამაშებ რანდომაიზერით MacBook Neo-ს. ახლა კი მოდი გადავიდეთ უშუალოდ დღევანდელ ვიდეოზე და პირველი კითხვა არის, რამდენად საჭიროა დღეს დეველოპერებისთვის CI/CD და DevOps თულების ცოდნაო? მოკლედ, ამაზე ესეთი პასუხი შემიძლია გაგცეთ, რომ გააჩნია სად მუშაობთ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხა თუ თქვენ მაგალითად ხართ რომელიმე სტარტაპში და რა ვიცი, ეს სტარტაპი არის ჯერჯერობით ძალიან პატარა და იქ რაღაც MVP-ზე მუშაობთ და ყველაფერს აკეთებს, კი, რა თქმა უნდა, კარგია რომ იცოდეთ DevOps თულები და DevOps-ის, ანუ CI/CD pipeline-ის აწყობა, იამლი და ასე შემდეგ. ანუ ამით ზოგადად ხა რაც მეტი გეცოდინებათ ძალიან კარგია, ვთქვი არ არის, მაგრამ დიდ კომპანიებში არ ვიცი რამდენად გამოდგომთ ყველა ვარიანტში გამოგადგებათ, უბრალოდ დიდ კომპანიებში არ მოგცემენ უფლებას, ანუ წვდომებს არ მოგცემენ, რომ თქვენ მაგალითად, რა ვიცი, აწყოთ pipeline-ები, რაღაც DevOps თულები გამოიყენოთ და ანუ იმ კომპანიებში, სადაც DevOps ინჟინრები არიან და ცალკე გუნდი არის, ესენი არ არიან თქვა development-ში და არის ცალკე გუნდად, ეს ხალხი თვითონ გააკეთებს ამ ყველაფერს და თქვენ უბრალოდ გამოიყენებთ მათ საქმეს, მაგრამ ხო, ანუ რამდენად საჭირო, რა ვიცი, რაც მეტი გეცოდინებათ, ყოველთვის უკეთესია. ამაზე ხა სხვანაირად არ ვიცი როგორ გიპასუხოთ. მოკლედ, ზოგადად რაც მეტი იცი, კარგია, მაგრამ დიდ კომპანიებში ამის შესაძლებლობას ალბათ არ მოგცემენ. ხო, რა ვიცი, ეს არის პირველი კითხვა. ხო, რაც შეეხება მეორე კითხვას, ადრე LinkedIn-ზე რეკრუტერებისგან კვირაში რამდენიმე შემოთავაზებას ვიღებდიო, ბოლო 2-3 თვეა კი არავის არ მოუწერიაო. ამაზე პრინციპში ახლა წინა ვიდეოებშიც ვისაუბრე, მაგრამ კიდე მინდა რომ განვმარტო, რომ ეს არ არის AI-ის ბრალი. მოდი ცოტა შორიდან დავიწყებ და გავიხსენოთ დაახლოებით ბოლო 10 წელი. ბოლო 10 წელი რო ავიღოთ, პროგრამირება ზოგადად იქცა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიად. შესაბამისად, ამ სფეროში შემოვიდა ძალიან ბევრი ადამიანი. და ამ ადამიანებმა მოკლედ თაობა გაიზარდა, რბილად რო, აი მარტივად რო ვთქვათ, ერთი თაობა გაიზარდა პროგრამისტების, რომლებმაც ისწავლეს უნივერსიტეტებში, გაიარეს სტაჟირებები და ასე შემდეგ და დღესდღეობით, რასაც უყურებ, ბაზარი არის გაჯერებული, ძალიან ბევრი პროგრამისტი გამოჩნდა. არ ვიცი ეს ეხლა რატომ მოხდა, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან ბევრი პროგრამისტი გამოჩნდა და მგონია, რომ ჯერჯერობით ეს განაპირობებს იმას, რომ რაღაცა headhunter-ები აღარ არიან და რეკრუტერები ესე ხშირად აღარ წერენ დეველოპერებს LinkedIn-ზე მაგალითად, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს თემა გადაივლის და ისევ წამოვა მოთხოვნა, იმიტომ რომ ეხლა თუ არის ბაზარი გაჯერებული, ყველაფერი ვითარდება და ვფიქრობ, რომ მომავალში კიდევ მეტი დეველოპერი გახდება საჭირო. მაგრამ მოდი ამაზე დავალოოთ, მაგრამ ხო ეს არის პასუხი, რატომღაც ისე მოხდა, რომ რამოდენიმე დიდმა კომპანიამ საქართველოში რაღაცნაირი რეორგანიზაცია გააკეთეს, მოხდა ბაზარზე საკმაოდ კარგი პროფესიონალების გამოშვება, ასე ვთქვათ, რაღაც რეორგანიზაციების შედეგად და კი ეს განაპირობებს ამ თემას, რომ ეხლა ძალიან ბევრი ადამიანი არის უსამსახუროდ არ ვიტყვი, რაღაც დროებით უმუშევრად დარჩენილი. ეს არის და ეს. მესამე კითხვა არის ესეთი: ვისაც ტექსფეროში მაღალანაზღაურებად ბაზარზე სურს კარიერა, რის სწავლას ურჩევდი? სამსახურის მარტივად დაწყების კუთხითო. ხომ არ უნდა გაიზარდოს QA-ზე მოთხოვნაო. ხო, ამაზე ახლა მოდი ესე შევხედოთ, ზოგადად ტექსფეროში თუ რაღაცაში ხარ პროფესიონალი,
ყოველთვის მოიძებნება სამსახური, მაგრამ ესე რაღაც კონკრეტულად მაღალანაზღაურებადი გააჩნია, რას ვეძახით მაღალანაზღაურებაც. ანუ ესე არ არის ხა თუ აქ ხო გამოცდილება შემოდის რა, მარტო რაღაც პროფესია არ არის. თუ დღეს იწყებ რაღაცის სწავლას, თუ ამას ისწავლი ძალიან კარგად და 10 წელი ამაზე იმუშავებ, სამსახური ისედაც მაღალანაზღაურებადი იქნება. გულისხმობ, რა ვიცი, იქნება ის პროგრამისტი, ანალიტიკოსი თუ ტესტერი თუ რა ვიცი, რაღაც პროდუქტის მფლობელი მაგალითად. თუ გაქვს დიდი ანაზღაურება იდეაში მაქედან მოდის. ახლა რაღაცა ისეთი ფორმულა რო არსებობდეს, რომ 1 წელი დაჯდე, რაღაცა ისწავლო და ამითი მაღალი ანაზღაურება მიიღო, ხო, ალბათ ყველა მაგას გააკეთებდა და ესეთი ფორმულა არ ვიცი თუ არსებობს. ალბათ უფრო გამოცდილებაზე არის დაფუძნებული მაღალანაზღაურებადობა. აი მარტივად სამსახურის დაწყება, მაგალითად ავტომატიზაციის ინჟინრებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა არის ყველგან, არა მარტო საქართველოში, მსოფლიო ბაზარზეც, რადგან AI ბევრ კოდს აგენერირებს, შესაბამისად ეს კოდიც პროგრამებმა უნდა გატესტონ და ამიტომ ავტომატიზაცია წამოვიდა. ახლა დღესდღეობით ეს არის, მაგრამ მომავალში რა იქნება, ამაზე ცოტა რთულია საუბარი. ახლა გადავიდეთ მეოთხე კითხვაზე და მეოთხე კითხვა მდგომარეობს შემდეგში. ტექნოლოგიური აბსტრაქცია მუდმივად იცვლება C-დან JavaScript-ამდე და AI-ის კოდის გენერაციამდე. რამდენად საჭიროა დღეს იმ low-level გამოწვევების გავლა, რასაც ადრე დეველოპერები აწყდებოდნენ, თუ ეს დროის ფრანგვაა. ხო, ამაზე ჩემი აზრი სხვა ვიდეოებში მიხსენებია, რომ low-level-ის ცოდნა, ეხლა ცოდნა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ფუნდამენტის ცოდნა რა არის სტეკი, როგორ ინახება ინფორმაცია, პროცესორი როგორ მუშაობს, სტრინგი რო ობიექტია და არა ტიპი, ზოგადად ობიექტზე ორიენტირებულობა რას ნიშნავს. ამის ცოდნამ პირადად ჩემი გამოცდილება რო გითხრათ, მე ძალიან ისე უყურებდი და მოხდა ისე, რომ რაღაც პერიოდ დაახლოებით 10 წელი ვმუშაობდი უკვე პროგრამისტად და მერე მომიწია ამ თემაზე მიბრუნება და მაშინ ან თავიდან როცა ამას ვარჩევდი, ანუ როდესაც ვიწყებდი სწავლას, ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და არ მომწონდა რაღაც ვერ დავუმუღამე, ასე ვთქვათ, low levels, მაგრამ მერე რომ მიუბრუნდი, ძალიან მომეწონა და იმის მერე ძალიან ბევრჯერ დამხმარებია low level-ის ცოდნა. ოღონდ ცოდნაში ზუსტად კარგად გამიგეთ, ხა low level-ის ცოდნა და რაღაცა სასწავლო დრაივერები არასდროს მიწერია. უბრალოდ ვიძახი ფუნდამენტს და დარწმუნებული ვარ ოპტიმალური კოდის დაწერისთვის და ზოგადად უფრო მეტად გააზრებისთვის, პროგრამირების გააზრებისთვის, ასე ვთქვათ, აუცილებლად დაგეხმარებათ და არ გამოტოვოთ. ხა დღესდღეობით მით უმეტეს ამდენი რესურსი რო არსებობს, ეს ფუნდამენტი რო რაღაცა აზრზე მოსვლის დონემდე ისწავლოთ, ალბათ რამდენი ხანი უნდა დახარჯოთ, ხო, ერთი კვირა რო კარგად ჩაუჯდე ამ ყველაფერს, ძალიან კარგად გაარჩევ და გაიგებ და ეს თემა არ გამოტოვოთ, აუცილებლად დაგეხმარებათ. რაც შეეხება მეხუთე კითხვას დაახლოებით მსგავსი იყო vibe coding-ის ეპოქაში, ფუნდამენტალური ცოდნა გულისხმობს ალგორითმები, მონაცემთა სტრუქტურები და ასე შემდეგ, რამდენად საჭირო არისო. მოდი ახლა ამაზე ესე შევხედოთ, რომ vibe coding-ი არის რაღაც კოდი დააგენერირო და მიიღო, ასე ვთქვათ, რაღაც პატარა MVP აპლიკაცია, მაგრამ დამერწმუნეთ ამას, როდესაც production-ზე გაუშვებთ და თქვენ თუ გყავთ ძალიან ბევრი მომხმარებელი production-ზე და რა ვიცი, წამში 1000 კონკურენტული user-ი, ხო, 1000 ძალიან ცოტა არის, მაგრამ დარწმუნებულია, რომ vibe coding-ით დაწერილი კოდს ვერც ეგ ვერ გაუძლებს. აი მანდ უკვე ეგ ცოდნა, სტრუქტურები, ალგორითმები, ზოგადად კოდი როგორ დააოპტიმიზიროთ, აუცილებლად დაგჭირდება და აი წინა ვიდეოებში რაც ვიძახით, რომ სინიორის გამოცდილებაო, ამაში მდგომარეობს ზუსტად სინიორის გამოცდილება, რომ რაღაცას ვიღაცა რო დაწერს, მერე ის რეალურად აამუშავოს და რეალურად ამუშავებაში გულისხმობ production-ზე ამ კოდის გაშვებას და იქ რომ memory leak-ები არ იყოს, არ გადაივსოს ყველაფერი, რა ვიცი, application ფულები არ გათიშოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე ვთქვათ, ხო, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ანუ თუ რაღაც კოდს ძალიან ოპტიმალურად წერ და ამას მერე გაუშვებ, მით უმეტეს თუ cloud-ში ხარ, ძალიან დიდ ხარჯებთან არის არაოპტიმალური კოდის cloud-ში გაშვება. ამიტომ
ხო, ესეთი ტიპის ცოდნას ვერანაირი wipe coding-ი ვერ თქვენ თუ გინდათ რომ იყოთ ნამდვილი პროგრამისტი და მე ჯერა იმისი რომ wipe coding-ი უბრალოდ რაღაცა კოდის წერას ასწრაფებს, თორე არაფერს არ ცვლის ფუნდამენტურად და ეს დაგჭირდებათ. კი, აუცილებლად დაგჭირდებათ. მე უბრალოდ შეიძლება ფანტაზია ამყოფნის ახლა, მაგრამ ვერანაირად ვერ წარმომიდგენია ამ ცოდნის გარეშე თქვენ რაღაც დიდი სისტემა როგორ უნდა ააწყოთ და მერე რაც მთავარია production-ზე ეს როგორ უნდა მართოთ, ესენი თუ არ იცით. ამიტომ კი 100%-ით ეს ყველაფერი უნდა იცოდეთ. რაც შეეხება მეექვსე კითხვას, მეექვსე კითხვა არის ესეთი, რამდენად ეფექტურია დასაწყისისთვის automation engineering-ი პლუს AI პლუს backend-ის კომბინაცია. ხო, ხა აქ მოდი მე ესე გირჩევდით, რომ მიაწექით ერთ ლაინს, ასე ვთქვათ რა, ანუ თან ტესტერი ვიყოთ, ან backend-ს ვაკეთებდე. ეს ზუსტად ის თემა, რაც პირველ კითხვაში ვთქვი, რომ რაღაც თუ სტარტაპში ხართ და 3 ადამიანი რაღაც იდეას აკეთებთ, იქ რა ვიცი, იქ ყველაფერს აკეთებს, მაგრამ დიდ კომპანიებში ტესტირება არის ტესტირების ნაწილი, ანუ პროგრამირება backend-ის პროგრამირება არის development-ის ნაწილი და მანდ ერთმანეთთან კვეთაში ვერ მოხვალთ. ხა თუ ორივე თანაბრად კარგად იცით, რა თქმა უნდა, კარგი, ანუ მაგაზე თან ხვდებით, რომ რაც მეტი რამე იცის ადამიანმა, ზოგადად კარგია. ეხა რა ვიცი, ნებისმიერი ისეთი პროფესია, რომელიც შეიძლება იფიქრო, რომ ეს რაში მჭირდება, რომ იცოდე 100%, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ხო, მე მაინც გირჩევდით, რომ ერთ რამეში დახელოვნდით, ასე ვთქვათ, ჯერ და მერე თუ რაღაც ახალი მოგინდათ, იმას ის გაარჩიეთ და იმაზეც, იმიტომ რომ ყველაფერს დრო სჭირდება, მაგაზეც თან ხვდებით, რომ რაღაცას ერთი თვე ჩაუჯექი და ამით იმე კარგი სამსახური ვიშოვე, კარგი ანაზღაურებით, ესეთი ზღაპრები არ დაიჯეროთ, არ ხდება არსად. ყველაფერს სჭირდება დროის ინვესტიცია, ანუ ყველა ჯგუფას რაც გაგვაჩნია ადამიანებს არის დრო და ეს დრო უნდა მოვახმაროთ რაღაცის სწავლას, სხვანაირად არ გამოვა ფიზიკურად. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება უბრალოდ ერთ ნაწილს მიაწექით და რაღაც დროის მერე თუ მიხვდებით, რომ ეს თქვენი აღარ არის და ახალი გინდათ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გადახვიდეთ. ამიტომ პლუს AI პლუს backend პლუს auto ესე რაღაცა ვერ წარმომიდგენია რა, უფრო ერთ მიმართულებას გირჩევდით. ხო, რაც შეეხება მეშვიდე კითხვას, მეშვიდე კითხვა მდგომარეობს შემდეგში. პორტფელიო vs დიპლომი vs სერტიფიკატები 2026 წელს, რომელს უყურებენ დასახლებები რეალურად. მოდი აქ ახლა ესე გავყოთ, ჩემ ისტორიასაც მოგიყვებით თან. პირადად მე 17 წლის ვიყავი, რომ დავიწყე მუშაობა და რა თქმა უნდა თან სამსახური, თან მაშინ არ არსებობდა არანაირი remote work-ი და ასე შემდეგ. თან სამსახური, თან სწავლა რაღაც ვერ შეუთავს ერთმანეთს და მოკლედ მეორე კურსიდან მე დავანებე ინსტიტუტს თავი. მერე ისე მოხდა, რომ 5 წლის მერე აღვიდგინე და დიპლომი მაინც ავიღე და ამას არ ვნანობ ძალიან ანუ პორტფელიო მქონდა ძალიან კარგი, მაგალითად პირადად მე, იმიტომ რომ უკვე გამოცდილება მქონდა, მუშაობდი, ბევრი რაღაც მქონდა გაკეთებული, მაგრამ როდესაც სადღაც მივედი, ერთ-ერთ ანუ სახელმწიფო სამსახურში მოკლედ რო ვთქვათ, მითხრეს რომ კი, ყველაფერი კარგია, მაგრამ შენ დიპლომიც გჭირდება, იმიტომ რომ აქ უბრალოდ ესეა საჭირო და შეიძლება თქვათ, რომ ხო, მე რა მოხდა წავალ კერძო სამსახურში ვიმუშავებ, მაგრამ არა, დიპლომი მაინც საჭირო არის, აქცევენ ამას ყურადღებას. მაგალითად რომ თქვათ, კერძო სამსახურში, როდესაც დავიწყე მუშაობა და რაღაც პროგრამისტად დავიწყე მუშაობა, მაგალითად, არავის არ მოუთხოვია დიპლომი, მაგრამ როდესაც რაღაც მენეჯერულ პოზიციაზე წავიდა საუბარი, იქ უკვე დიპლომი მოითხოვეს. ამიტომ პორტფელიოსთან ერთად თუ გაქვთ შესაბამისი ცენზი, ასე ვთქვათ, კარგი სერტიფიკატები, კარგი განათლება უმაღლესი სასწავლებლის, ხო? ეს შეიძლება თუ რაღაც ევროპული ან ამერიკული არის, საერთოდ ძალიან მაგარია. ამიტომ ესე ვერ გამოვყოფ. ხა პოზიციას გააჩნია, კიდევ ერთხელ ვიძახი, თუ ხარ თქვენ რაღაცა, რა თქმა უნდა, junior developers და პროგრამისტსაც და არც senior developers საქართველოში უკვე არსად რაღაც დიპლომს არავინ არ მოსთხოვს და იმის გამო რო თქვათ რაღაცა უნივერსიტეტი არ აქვს დამთავრებული, სამსახურიდან არავინ არ დაბრაკავს. თავარი არის ახლა ყველასთვის გამოცდილება, მაგრამ არის უკვე შემდეგ ლეველზე აუცილებლად საჭირო. ამიტომ ხო
დიპლომიც და სერტიფიკატებიც გამოსადეგარი რაღაცა ისე არ ჩათვალოთ, რომ ეს არავის არ ჭირდება. გადავიდეთ ახლა მერვე კითხვაზე. მერვე კითხვა არის ესეთი, რამდენ ხანში უნდა ველოდოთ პირველ შედეგს, თუ დღეს ნულიდან ვიწყებთ სწავლას? ამაზე რა თქმა უნდა გააჩნია რამდენ დროს ჩაინვესტირებთ, ასე ვთქვათ, ამ სწავლაში. თუ ეს იქნება მაგალითად დღეში 4-5 საათი სწავლა, რაღაცების გარჩევა, სხვადასხვა პროგრამული ენების, ასე ვთქვათ, შესწავლა, მაშინ ხო 1 წლის მერე უკვე თქვენ შეძლებთ რაღაც აპლიკაციების დაწერას, ოღონდ ამას ვიძახი მე გააზრებულად, იმიტომ რომ დღესდღეობით ახლა AI-ის რაღაცა პატარა პრომპტი რო დაუწერო, უკვე რაღაცა 1 საათში რაღაც აპლიკაციას გააკეთებ, მაგრამ თუ თქვენ პროგრამირების სწავლა გინდათ, როგორც წაღან მეორე თუ მესამე კითხვაში თქვი, აუცილებლად უნდა ისწავლოთ ფუნდამენტი, რომ ეს ყველაფერი გააზრებულად გააკეთოთ. ანუ თქვენ რო სიტყვებით მიწერთ AI-ს და ის კოდს დააგენერირებს, თქვენ უნდა შეგეძლოთ გააზრება იმ კოდის, რასაც დაწერს და რაც მთავარია, მერე თქვენ უნდა შეუსწოროთ AI-ს, ხო, ეს კოდი, იმიტომ რომ ის რაღაცებს დაწერს, ბევრი ჰალუცინაცია ექნება და ასე შემდეგ და თქვენ უნდა იყოთ ის ადამიანი, რომელიც ამ კოდს გატესტავს, შეასწორებს და უკვე გაამზადებს რეალურ გამოსაყენებელ კოდს. ამიტომ ჩემი პასუხი იქნება ესეთი, რომ დღევანდელ პირობებში, ადრე ბევრად მეტი დრო იყო საჭირო, რა თქმა უნდა, და დღეს რადგანაც არის ამდენი რესურსი, ამდენი YouTube ჩენელი, Udemy, Pluralsight, ხო 1 წელი ალბათ მინიმუმია, რომ ისწავლოთ და თქვათ და თამამად თქვათ, რომ მე ვარ პროგრამისტი. და რაც შეეხება მე-9 კითხვას, მე-9 კითხვა არის რამდენიმე ზედაპირული უნარი თუ ერთი ვიწრო სპეციალობაო და აქ რა ვიცი, მე ზოგადად ესე მიმაჩნია, რომ ზედაპირული არაფერი არ ვარგა, ცალსახად ერთი ვიწრო სპეციალობა, რა ვიცი, ერთი რაღაც რო იცი და იცი 100%-ით თქვენ ხართ ძალიან მოთხოვნადი და რაღაც ყველაფერში ყობა, ასე ვთქვათ, არაფერში არ მიყვარს, რემონტი თუ გქონიათ, ალბათ მიხვდებით, ყველაფერში კები, რომ არაფერში არ ვარგიან. ჯობია ერთი იყოს და რა ვიცი, კარგი, პროსტორად ერთი რამე იცოდეთ და ეს იცოდეთ კარგად, ვიდრე რაღაც ყველაფერს მიედოთ, მოედოთ და საბოლოო ჯამში 100%-ზე არაფერი არ იცოდეთ. ამიტომ ცალსახად ერთი ვიწრო სპეციალობა მე ესე ვთვლი და თქვენ, რა თქმა უნდა, არჩევანში თავისუფლები ხართ. და მე-10 კითხვა არის ინგლისურის დონე რამდენად განსაზღვრავს რემოუტ უცხოურ ბაზარზე ხელფასის, ასე ვთქვათ, გებს ჭერსო. მოდი ესე ვიტყოდი, ინგლისურის დონე დღესდღეობით არა მარტო საზღვარგარეთ, საქართველოშიც ავიცი 100%-ით საჭირო არის. პირადად მე ვმუშაობ აბსოლუტურად ქართულ კომპანიაში, ანუ გულისხმობ ყველა უმრავლესობა 99.99% არის ქართველი, მაგრამ დღე არ გავა მინიმუმ 3 შეხვედრა რო არ მქონდეს ინგლისურად. იმიტომ რომ როდესაც დიდ კომპანიაში იწყებ მუშაობას და მით უმეტეს საზღვარგარეთ თუ იწყებ, ნუ იქ არც განიხილება, ხა ინგლისური არის საერთაშორისო ენა და იქ ქართული არავის არ ეცოდინება, ამიტომ ინგლისურის ძალიან კარგად ცოდნა არის ერთ-ერთი მთავარი უნარი, იმიტომ რაც არ უნდა კარგად იცოდეთ პროგრამირება იქნება, ანალიტიკა, ტესტირება თუ არ ვიცი, სამთო ქიმია, თქვენ თუ ეს ვერ აუხსენით, ვერ დაელაპარაკეთ და ვერ გააგებინეთ სხვას, რა ვიცი, თქვენთვის რა აზრი აქვს მას, ხო? ამიტომ ინგლისურის ცოდნა ადრე თუ იყო რაღაცა, რომ კარგია თუ იცი, დღეს ესე აღარ არის. ინგლისურის ცოდნა არის აბსოლუტურად საჭირო 100%, თავის. ჩემი გამოცდილებაც რო გითხრათ, მე ინგლისურის სწავლა დავიწყე დაახლოებით 34 წლის რო ვიყავი და 3 წელი ძალიან აქტიურად, ძალიან დიდი რესურსი ჩავდე ამაში, რომ ინგლისური მესწავლო, იმიტომ რომ ჯერ კიდე 7 წლის წინ უკვე დავინახე, რომ ამის გარეშე აღარაფერი აღარ გამოვიდოდა. იმიტომ რომ რა ვიცი, შეიძლება მოგიწევთ წასვლა კონფერენციაზე, თანამშრომლები გეყოლებათ ისეთი, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან, ევროპის ნებისმიერ რაღაც სხვადასხვა ქვეყნიდან, აზიიდან, ხა ძალიან ბევრი არის ინდოელი, ჩინელი ამ სფეროში, ხო? და მათ რა ვიცი, ვერც ინდურად დაელაპარაკებთ, ვერც ქართულად, ვერც ჩინურად და ერთადერთი ენა, რომელიც
ყველა ამას თქვათ მიღებული არის მსოფლიოში არის ინგლისური, ამიტომ ეს არც განიხილება, ინგლისური უნდა იცოდეთ ისე ან იმაზე კარგად, როგორც პროგრამირება გეცოდინებათ, თუ გინდათ, რომ თქვენი თავი, ასე თქვათ, ბაზარზე დაიმკვიდროთ და არა აქვს უკვე ამას მნიშვნელობა, ეს იქნება საზღვარგარეთ საქართველოში თუ რა ვიცი ინგლისური არის 100%-ით საჭირო ამ თემაში. და ეხლა მით უმეტეს ახალთა ჯენზის ეს არ გეხებათ, იმიტომ რომ ინგლისური ძალიან კარგად იცის, რასაც უყურებ ყველამ, მაგრამ ცოტა უფრო დიდი ასაკის ადამიანებს აუც გვიანი არასდროს არ არის, უნდა დაიწყოთ სწავლა, დრო დახარჯოთ ინგლისურის სწავლაში და რა ვიცი, ერთ-ორ წელიწადში აბსოლუტურად შესაძლებელი არის გამართული B2 დონის სწავლა. დღეისთვის სულ ეს იყო 10 კითხვა ავარჩიე. თუ მოგეწონათ ეს ფორმატი, დამიკომენტარეთ ხოლმე კითხვები, მე შიგადაში გამოვარჩევ ხოლმე, შევინახავ და აუცილებლად კიდევ ეს მსგავს ვიდეოებს ჩავწერ. ასე რომ თავი არ შეიზღუდოთ, დამიკომენტარეთ ნებისმიერი კითხვა, რაც გაინტერესებთ და აუცილებლად შევეცდები, რომ შემდეგ ვიდეოებში, როცა მსგავს ვიდეოს გადავიღებ, აუცილებლად გავითვალისწინოთ თქვენი კითხვები. ახლა კი გამოვიწეროთ არხი, იმიტომ რომ MacBook-ი თამაშდება და არა მარტო მაგიტო, იმიტომ რომ რავი ძალიან ჩემი როა ეთყობა მაგიტო, მაგრამ ვცდილობ რომ კაი კონტენტი გავაკეთო. დავალაიქოთ ვიდეო, დავწეროთ კომენტარი და თუ მოგეწონებათ, შეგიძლიათ გააზიაროთ სხვადასხვა სოციალ ქსელებში. დიდი მადლობა დღეისთვის სულ ეს იყო, ნახვამდის.